ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძიუდოს დარბაზში 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნის საერთაშორისო ტურნირს მე-16 მასპინძლობს. ჩემპიონატი 10 წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც 2011-2012 წლებში დაბადებული ჭაბუკი ძიუდოისტები ასპარეზობენ. შეჯიბრში 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ორდღიან საერთაშორისო ტურნირში საქართველოს მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას. შეჯიბრის გამარჯვებულები და პრიზიორები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ავთანდილ ჭრიკიშვილმა დააჯილდოვა. ტურნირი თასებით, მედლებით და დიპლომებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა უზრუნველყო, რომელიც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს გადაეცემათ. ასევე 2 წონით კატეგორიაში ყველაზე ტექნიკური ძიუდოისტისთვის დაწესებულია სპეციალური პრიზი საბას თასი. შეგახსენებთ, რომ საბა დადვანი წარმატებული ძიუდოისტი, მრავალი ტურნირის ჩემპიონი და 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს პრიზიორი იყო. დღეს ქალაქ ბოლნისში ტარდება ძიუდოში ტურნირი საბა დადვანის სახელობის, რომელიც 2008 წლის ომში დაიღუპა და მე მინდა რომ დიდი სიხარული გამოვთქვა, რომ ამდენი მონაწილე ესწრება ამ ტურნირს. უკვე მე-16 ტარდება ეს ტურნირი, ტრადიციული სახე მიიღო და მე მინდა წარმატება მოუსურვო ყველა მონაწილეს და მადლობა მოუხადო ყველა ორგანიზატორს. წარმოდგენილი არის მთელი საქართველოს ყველა რეგიონები დაწყებული დასავლეთიდან, სამეგრელოს, სვანეთიც იყო ჩამოსული, მესტია არიან წარმოდგენილი. არის იმერეთის რეგიონი, ქვემო ქართლი, ასევე თბილისის თითქმის 1-15 გუნდი არის თბილისიდან წამოსული, ასე კახეთის რეგიონი და ქვემო ქართლი, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონი, ყველა რაიონიდან არიან წამოსული ნაკლები გუნდები. დაახლოებით დღეს 5 წონა ტარდება, ესე 38, 42, 46, 50 და 55 კილოგრამ წონით კატეგორიებში. მონაწილეობს 250 სპორტსმენი. ხვალ კიდე 5 წონით კატეგორიაში ჩატარდება 60, 73, 91 პლუს 91. ძალიან სერიოზული ტურნირია ფაქტიურად. მთელი საქართველოსიდან არიან ჩამოსული მონაწილეები, ძლიერი სპორტსმენები. ჩვენ თუ ხედავთ, დილით დავიწყეთ, რომ რამდენი ხანი გრძელდება, ბევრი მონაწილე არის. ეს ძალიან კარგია იმ ბიჭის უგდოსაყოფად 2008 წელს ომში დაღუპული ახალგაზრდა საბა დადვანის. მე ძალიან მომწონს ესეთი ტურნირები, საცა გვახსოვს წარსული, თაობებს ვაჩვენებთ, რომ წარსული გმირებს უნდა იცნობდნენ. და მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც ამ ტურნირის ორგანიზებას აკეთებს. ამ შეჯიბრში ვიღებ უკვე მე-4 მონაწილეობას. ძალიან მიხარია, რომ ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს უფრო და უფრო იმატებს.